მოგესალმებით, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები და მინდა გითხრათ, რომ სტუმრებო მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი, შემოგვიერთდით და იმიტომ რომ ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემს გამომწერებზე არეზონირდება და დღესაც შემოვედი ჩემო გამომწერებო ასეთი თემით, რას მოგიტანს ზაფხული. მოდით დავიწყოთ, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ. ჩვენი ზაფხული. იყო გუშინ ესე იგი ზერკალნაირ დატას რო ეძახიან სარკისებური თარიღი და მინდა აქედან დავიწყო რა განულება მოხდა, რაში მოხდა განულება გოგოებო და ბიჭებო, ჩემი გამომწერებისთვის. აბა აქედან დავიწყოთ და ეს ზაფხულში, რაში მოხდა განულება. ოჯახი, რასაც დიდი ხანი ელოდით, იმედგაცრუებები იყავით, გზები მაინც და მაინც ან გქონდათ სიარული, მაგრამ მისვლა-მოსვლა, ან ოჯახში ვიღაცა წავიდა, ვიღაცა მოვიდა, აი ეს პრობლემები, ხლაფორთები, ან საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად აქ ოჯახს მიჩვენებს, მიხვდით ხომ? ესე იგი დიდ ძალას, ურთიერთობას მიჩვენებს. თქვენ შორის აქ კონკრეტულად ოჯახის სიტუაცია, გოგოებო, ბიჭებო, ეს განულდება, იცით, აი ეს პრობლემები, აი ეს ესე იგი ხმლების და ჯოხების ჩადება ფეხებში, ასე ვთქვათ, თქვენი ცრემლი, თქვენი აი უაზრო ლოდინი დავარქვათ, გოგოებსაც გეხებათ, ბიჭებსაც გადაათამაშეთ თქვენ თავზე. ანუ მიხვდებით ბოლოს და ბოლოს, გინდათ ეს ადამიანი თუ არა, გინდათ ესეთი ოჯახის შენარჩუნება თუ არა. ანუ მიხვალთ აი იმ დასკვნამდე თქვენ თვითონ, რომ რა განულებაა, ესე იგი ცუდის წასვლა, გაურკვევლობის, თქვენ თავთან დამეგობრება მოხდება, მეგობრებო, მოხდება, ესე იგი ჯანმრთელი გაანალიზება თქვენს პარტნიორულ ოჯახურ სიტუაციაში. ეს აუცილებლად მოხდება. და კიდე განულდება აი ეს პრობლემები, რაც და ვინც ხელს გიშლიდათ, ეს ხალხი გაიცხრილება და ბევრს გექნებათ შეხვედრა. ისევ შეხვედრა გექნებათ ბევრს. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აი თითქოს როგორ იცით, განახლებული ადამიანი მოვა, შეიძლება თქვენი პარტნიორი ისევ, თქვენი მამაკაცი, თქვენი მეუღლე, მაგრამ რა არის, იცით, აი თავიდან დაიწყება ურთიერთობა, მართლა თქვენ შეიცვლებით, მიხვალთ აი იმ დასკვნამდე, ანუ თქვენ თავთან დამეგობრება რა არის, ხო? რომ ათასნაირი უაზრო და სულელური ფიქრები აღარ გექნებათ, რაც აქამდე მოგდიოდათ თავში, ხო? აი ეს მოგიწესრიგდებათ, მენტალი მოგიწესრიგდებათ, საღი აზრი გექნებათ, მიხვდით, ხო? ბოლოს და ბოლოს კიდე ვიტყვი, იყოთ ერთად თუ არა, თუ ახალ ურთიერთობაში შეხვიდეთ, აი ესეც ამბობენ. ნუ აქ ემოცია იქნება, რა თქმა უნდა, იქნება ძალა, ესე იგი, თქვენ თვითონ ჩემ გამომწერებს, ვინც ახლა ჩემ რიტუალებით იწმინდებით და მოზიდვას აკეთებთ, აუცილებლად გამოვა მამაკაცი. ან რა განულდება, იცით კიდე, ან კი არა განულდება აუცილებლად, აი მამაკაცი მოდის, ან ოჯახში, ან ურთიერთობებში, პარტნიორულ ურთიერთობებში, თუნდაც სასიყვარულო, თუნდაც თანამშრომლურ, ხო? აი ეს მოკლედ ყველა ვარიანტში ოჯახს უკავშირდება. ანუ სახლი, მიხვდით ხო, შიდა სიტუაცია, შიდა სამზარეულო, მაგრამ გარედან მოგიწესრიგდებათ, პირველ რიგში მოგიწესრიგდებათ გარედან. ძალიან კარგი. ეხლა ეს წავიდა, განულდა, რა მოვა, აბა რა მოვა. შვილები დაფიქსირდა, ნუ იმპერატორი, ფინანსებზე პრობლემები,
ფინანსებზე პრობლემები, აქ იყო ფინანსებზე პრობლემები, ჩემო გოგოებო და ბიჭებო, ორივე მხარეს. აქ არის როგორც იგივე ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობაც, ოჯახური ურთიერთობაც, შეიძლება პარტნიორები ხართ ბიზნესში და მაინც გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ ცალ-ცალკე შვილებს მიფიქსირებს, შეიძლება არა ხართ პარტნიორები და ისე პარტნიორები ხართ ცხოვრებაში, ხო? როგორც ქალი და მამაკაცი და შვილები ყავთ, ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, რაღაცა იმედგაცრუებები გქონდათ, დიდი იმედგაცრუებები, ბიჭებო, თქვენს გეხებათ, ფინანსების მოგვარება, ესე იგი, ეს ვიღაცა ჯიუტობდა რაღაცაში და აი ეს სიჯიუტე გიშლიდათ ხელს ბიზნესის განვითარებაში, ფინანსების მოგვარებაში, პარტნიორულ ურთიერთობაში. აი ან ვერ იღებდით კრედიტებს, ხო? რაღაცან ვიღაცა გიშლიდათ ხელს ისევ და ისევ ვიტყვი. ან პიროვნება დაგეხმარებათ თვითონ სამყარო განგებამ შეგახვედრებთ, მოგცემთ ამ პიროვნებას ძლიერს, რომელიც მართავს აი ამ ყველაფერს, მიხვდით, ხო? და გაგიყვანთ გზაზე, გამოხვალთ აი ამ გაჭედილი სიტუაციიდან. აქ შეიძლება კლიენტი დავარქვათ, აი ვაჭრობაც არის და არ ყავთ ხო კლიენტი, ხო? მაგრამ აქ აუცილებლად იქნება, კი, აი განულება გადმოხტა, დავტოვებ. აქ აუცილებლად იქნება განულდება ეს პრობლემა და მოგვარდება. სახლის ყიდვა გინდათ, იქნება ყიდვა ადვილად, ანუ ადვილად მოგვარდება, შეიძლება დღეს ხვალ არ იყიდოთ და ამ ზაფხულში, მაგრამ მიჩვენებს, რომ იქნება, სწრაფად მოგვარდება ეს სიტუაცია. მოკლედ, ბიჭებო და გოგოებო, თქვენს პიროვნება გეხმარებათ, მაგრამ ეს შეიძლება ქალიც იყოს, მაგრამ მამაკაცის ენერგიით ჯდებოდეს, ამასაც არ გამოვრიცხავ. აბა კიდე ეს თვითონ განულება ამოვარდა, რა განულდება ამ ზაფხულს. აჰა, ესე იგი მე მინდოდა მეთქვა რა მოვა, მაგრამ ისევ წასვლაზე მელაპარაკება, ესე იგი სამყარო მეუნება ნინია გააგრძელე წასვლაზე. კი ბატონო, განულდება ეს ყველაფერი, პრობლემები, ხლაფურთები მოგვარდება, მოწესრიგდება, დაექვემდებარება წინსვლას, საქმის გამოსვლას, ურთიერთობას, თანამშრომლურს, ანუ კლიენტები თუ ესე იგი ვაჭრობაში ხართ, რო არ ყავდათ, მოწესრიგდება და შემოვა კლიენტურა მოვა და ისეთი კარგი კლიენტურა მოგივათ, რომ აი ძველს აჯობებს, მიხვდით? ნუ მზე ყველაფერი გზის გახსნა, აი ჩამოყრით ყველა მტერს, მიხვდით, ხო? აი აქ ვინც გატყუებდათ და ვინც თქვენზე ჭორაობდა ზურგს უკან შურიანი ხალხი თქვენს ოჯახურ და პარტნიორულ და საქმეში ერეოდა, ხო? აი ეს ხალხი გაიცხრილება აუცილებლად, გექნებათ ახალი ნაცნობობა, გოგოებო, ბიჭებო, ახალი საქმის დაბადება, ვისაც შვილები გინდათ, აუცილებლად კიდე სულ ბავშვებზე მიფიქსირებს, ან ახალი საქმე, აი დაწყებული რო გაქვთ, არ გამოგდიოდათ, ის გამოგივათ, მიხვდით, ხო? აი ეს პრობლემები განულდება და რგოლთან გადაიზრდება გზების გახსნაში, გაგინათებთ მომავალი, აი ამ ზაფხულიდან დაიწყება, მიხვდით, ხო? ესე იგი უკვე 26 ივლისია და აგვისტოს ბოლომდე. აი ეს ყველაფერი პრობლემები მოგიგვარდებათ. ძალიან კარგი. მოდით ახლა ვნახოთ რა მოვა. ნუ მოვა უკვე მზით დაიწყო და დიდი მადლობა მზეს, ზუსტად რომ ზაფხულზე ვსაუბრობთ და ამოვიდა ცეცხლის ნიშანი, ანუ სტიქია, ცეცხლის სტიქია ჩვენთან არის. ჩიტები, ეს არ არის უბრალოდ ჩიტები, ჩემი მაგიური 2 ცალი ჩიტია, ერთი ბიჭია და ერთი გოგონა მყავს. და მოგვიტანს, ესე იგი, კარგ ამბებს. აბა ნახოთ ჩემი გამომწერებისთვის, რა შემოდის ამ ზაფხულში, რა მოდის. რა ცვლილებებია კარგისკენ.
ოხო მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, ესე იგი 10-იანი თასებიდან 10-იან პენტაკლში გადახვედით და ეს ძალიან კარგია, უყურეთ. აქ უეჭველი სახლის ყიდვა, ქორწილი, ნიშნობა, ესე იგი მოლაპარაკება, ძალიან კარგი და 100%-იანი შედეგების მიღება, ბიზნესი, ოჯახი, ყველანაირი საქმიანობა აუცილებლად იქნება მეგობრებო, აუცილებლად იქნება. თან მზეს ქვეშ 6-იანი კვერთხები დაჯდა. ზეიმი, გამართლება, გამარჯვება, დასაჩუქრება, თვითონ ზაფხულიდან დასაჩუქრება, ბიჭებო, გოგოებო, თქვენს გეხებათ ახალი ურთიერთობები, ან ძველის განახლება საერთოდ, აი 0-დან დაწყება. ესე იგი, ხო, აი 0 სტარტაპი იქნება 0-დან, ამ ზაფხულიდან, ამ ზაფხულს მიხვდით, ხო? იქნება ბიჭებო, რაინდი პენტაკლი გახდებით და წინ წაგივათ საქმე, ესე იგი მიწის ნიშნებო და კონკრეტულად მიწას მინიშნებს, მაგრამ თქვენ ყველას გეხებათ ბიჭებო, გოგოებო, ნახეთ ურთიერთობა, სიყვარული, შერიგება, გაცნობა, ახალი ურთიერთობები, აი ეს ყველაფერი იქნება, რაც ესე იგი დიდი ხნის წინ აქ ცოტა შორიდანაც მიჩვენებს, ესე იგი შეიძლება ინტერნეტით არის, შეიძლება აქ მიწერ მოწერა, ან აი ეს მართლა დროს მიჩვენებს, აი ეს რაღაცა დრო იყო ხელი შემშლელი, ხო? აქ უკვე აქაც ზაფხულს აჩვენებს, გოგოებო, შეიძლება ახალი ურთიერთობები, ახალი სითბო, სიტკბო, სიყვარული, მიწიერი, აი ყველანაირი გამართლება აბსოლუტურად გექნებათ. რაზეა საუბარი 10-იანი თასები და 10-იანი პენტაკლი. აი აქ უნდა დავდო, აი ესე და სიყვარულსაც ამოვწევ, მადლობა მზესაც ამოვწევ, რომ 100%-იანი რეზონირდეს. გასაგებია. აქ კიდე მეუბნებიან, რომ აქ გოგოებო, უფრო თქვენზე აქ ალბატონებო, ემიგრანტებო შეიძლება, ან არა ემიგრანტებოც, რომ ესე იგი მამაკაცი შეგპირდათ, ან მოლაპარაკება შედგა რაღაცაზე, ან ურთიერთობაზე, მიხვდით, ხო და ჯერ აი არ ცდილობს, რომ უნაგირი დაიდგას მხრებზე, ასე ვთქვათ, ხო? ანუ გაასერიოზულოს სიტუაცია, ხო? აი ეს დაჩქარდება, მინდა გითხრათ. ეს დაჩქარდება, ძალიან კარგი. აბა ფინანსებში როგორი წინსვლა გექნებათ ამ ზაფხულში, ჩემო გამომწერებო. 10-იანი ხმლებით დაიწყო, 7-იან თასებში და ტუს პენტაკლში 9-იანი კვერთხები და მეფე პენტაკლის. ესე იგი, აი ესმის სამყაროს, ჩემი მადლობა უფალო და სამყარო. იცით რა არის? აი ეს რაც დიდი პრობლემები გქონდათ, ხო? მამაკაცებო, მოდი ჯერ თქვენზე ვიტყვი. ეს უკვე ჩაივლის, მაგრამ ცოტა ილუზიებიდან უნდა გამოხვიდეთ. კი, დიდი დარტყმები გქონდათ, თითქმის განულდით, გზებშიც მოგატყუეს, წახვედით, წამოხვედით, შეიძლება ერთ ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქებში, ან ქვეყნიდან ქვეყანაში, ან ინტერნეტით ისევ მიხვდით, ხო? მოძრაობა, ფინანსები. აი ეს ტუს პენტაკლი გქონდათ ჩაკეტილი, იცით რატო? ცოტა არ იყოს თქვენი შიშია აქ დაფიქსირებული. თქვენ გეშინოდათ რაღაცის შეცვლა, ანუ გარდასახვის გეშინოდათ, მიხვდით, ხო და ილუზიებში იმყოფებოდით და თქვენ იბლოკავდით თქვენს თავს. ეხლა გამოხვალთ აი ამ სიტუაციიდან და წახვალთ წინ და მეფე პენტაკლი ჯდებით. ესე იგი, გარღვევა დიდი, უყურეთ, აქაც გზების გახსნა, ბიზნესი, სამსახური, დაქორწინება, სიყვარული, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მიწიერებას ეხება. მიხვდით, ხო, ქვედა ჩაკრებს. ანუ და კიდე შეიძლება კი არა და იმას ამბობენ, რომ ჩაკრები ჩაიწმინდეთ, გაიწმინდეთ, უყურეთ ჩემ არხზე, ვისაც არა გაქვთ, ან კიდე უნდა გაიწმინდოთ, იცი? ჩაკრები ყოველთვე უნდა გაიწმინდოთ, მეგობრებო. ყველა ჩაკრა ერთმანეთზეა დამოკიდებული, რო იცოდეთ. შეიძლება გულის ჩაკრა გონიათ და აქ სახასრარა, მიხვდით, ხო, პრობლემა, ან ქვედა ჩაკრები, ან ყელის ჩაკრა, მიხვდით, ხო, გაიწმინდეთ, რომ მე ადვილად
მოლაპარაკება შედგება, აქ ადვილად მოლაპარაკება შედგება, გამოდით ამ ოცნებებიდან, ვიღაცაზე ან რაღაცაზე ცოტა შურივითაც გქონდათ, იცით? აი ან ვიღაცამ თქვენსკენ ეს პატარა ბუმერანგი გამოუშვა, პატარა კი არა, აქ კარგად იყო ბუმერანგი და ამან მენტალი გაგითიშათ, მიხვდით ხო? იქ გაგარისკინათ მამაკაცებო, სადაც არ ღირდა, ან ვისთანაც არ ღირდა. აქ რამოდენიმეს მეუბნებიან, გოგოც არის, ბიჭებსაც მეუბნებიან და გოგოებო, ეხლა თქვენსკენ ვიტყვი, რომ იგივე სიტუაცია გადაათამაშეთ თქვენ თავზე და ეს თქვენი მამაკაციდან მოდის, მიხვდით ხო? ზუსტად მამაკაციდან და შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი იყო მამაკაცისგან მოტყუდით და ილუზიებში გამყოფათ და აი ეს განულდება, აი ეს ყველაფერი გოგოებო და საღი აზრი დაგიბრუნდებათ, რომ ესე იგი იქ არ უნდა ჩადოთ ფინანსები, ცოტა მოუფრთხილდით, აი დაფიქრდით, სადდებთ ფინანსებს, რომ აქ რაღაცა ტყუილს ქონდა ადგილი, ტყუილს უძრავ ქონებებზე, ურთიერთობაზე, აქ დიდ თანხებზეა საუბარი, მიხვდით ხო, გოგოებო და ცოტა გეუბნებათ სამყარო და ტარო და ნინია, რომ გადაამოწმეთ ინფორმაცია და თქვენი ფინანსები აქ რაღაცა სიმულაციას აქვს ადგილი, კარგით. აბა კიდე რა მოვა კარგი ამ ზაფხულს ჩემი გამომწერებისთვის. გოგოებისთვის, ბიჭებისთვის. იცით რა არის? აქ ამოდის გოგოებო, ბიჭებო, ამ ტუს პენტაკლს ამოვწევ. აი ესე ამოვწევ, რომ ესე მინდა რომ რეზონირდეს, აი ესე დავდებ აი ამ ყველა კარტს და მე მაგია უნდა ჩაგიტაროთ ამ განულებასაც ეს თავარია, იმიტომ რომ ეხლა იყოს ზრკალნაირ დატა სარკისებური, ხო? ხო, მოკლედ ეს გაჩერებული ფინანსები, ესე იგი ძირითადად ფინანსებზე ურტყავს მაინც, მიხვდით ხო, გოგოებშიც და ბიჭებშიც. აქ არის, ესე იგი, დიდი ხანი ფიქრობთ გოგოებო, ქალბატონებო, რომ რა ჯობია, როგორ ჯობია გაკეთდეს პიროვნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შეიძლება თქვენზე პატარა მეგობარი ყავთ და ან დაშორებული ხართ უკვე და მაინც კონტროლში ყავთ რა, ან რიტუალს აკეთებთ და მაინც კონტროლში ყავთ, რომ ესე იგი მოვა, არ მოვა, სად არის, ვისთან არის ეს ერთი და ესე იგი სასწორზე ხართ, მიხვდით ხო? ვერ გადაგიწყვეტიათ და ვერ მიხვდით, რატომ ხდება ასე. რატომ ხდება ასე და ამ ვარიანტს გეტყვით, რომ ესე იგი აქ დაშორება, აქ უკვე თქვენ, ესე იგი აი განულება, რა უნდა გაანულოთ, არ დაგავიწყდეთ, ეს მთავარი ტაროა, ესე დავდებ. რა უნდა გაანულოთ და ტრანსფორმაცია უნდა გაიაროთ, რომ თქვენ ეს ვისა გაქვთ ეს სიტუაცია, ქალბატონებო, შეიძლება შორგზაზე იმყოფებით, იმიტომ რომ აქ რადიკალურად შეცვლა, აი დატოვება ყველაფრის და ნულიდან დაწყება გოგოებშიც და ბიჭებშიც, მაგრამ ეხლა მე მანდილოსნებზე ვლაპარაკობ, რომ ვისაც პატარა, აი წლევწლოვანებით პატარა ყავთ, ან კიდევ ვიტყვი, რომ შვილი იყოს, სიძე იყოს, მიხვდით ხო? აი ამას ვიტყვი, ესეც გაითვალისწინეთ. ეს ბრძოლა უნდა შეაჩეროთ, იმიტომ რომ ამ სასწორზე დაიწონა, ხო, ესე იგი ვერ გახვალთ ბოლოში და შეიძლება აქ სასწორის ნიშნებიც მიფიქსირდება, ჰაერის ნიშნები, კი, შეიძლება მამაკაცია, ჰაერის ნიშანი არ გამორიცხავ, ან თქვენ თვითონ ქალბატონებო აქაც რა არის იცით, აი გეყოფათ ეს, აი მიხედეთ თქვენს თავს, ამას გეუბნებათ სამყარო, რომ გაანულეთ ეს სიტუაცია, გაანულეთ, მიეცით საშუალება იმას თვითონ გზას, რაც მოხდება, იმიტომ რომ კი გასაგებია თქვენ აკონტროლებდით სიტუაციას და განაგებდით და ბრძოლობდით, მაგრამ იცით რა არის, ცოტა უნდა გაჩერდეთ, ანუ მიეცით საშუალება გარდაქმნას
უნდა მოხდეს თქვენს შინაგან მეში, მიხვდით ხო? და ბიჭებო კიდე აქ კიდე თქვენთვის ავხსნი მამაკაცებო, ესე იგი რაღაც ნაბიჯი იყო გადადგმული გზასთან სხვა ქვეყანაში ხართ, შეიძლება ან წახვედით, მოხვედით, ან უნდა წახვიდეთ, ხო? ჯერჯერობით არ გირჩევთ, იმიტომ რომ თქვენზე კონტროლია, თქვენზე არის ყვავის დამა დადებული და ხმალი არის ჩარჭობილი, მთვარეზე არის ნამუშევარი ლილიტზე და არ გირჩევთ ჯერჯერობით ასეთი დიდი ცვლილებები გააკეთოთ, მიხვდით ხო? ჯერ ადრეა, აი რაღაცა არის ადრე. კარგით, აბა კიდე რა მოვა კარგი, რა უნდა შეცვალონ და რა ცვლილებები იქნება. ეს ვინც გაითვალისწინებთ, ეს კარგი იქნება და თუ ესე იგი მესამე ვარიანტსაც მეუნებიან, ანუ ვიღაცას გეშინიათ რომ დატოვოთ ერთი ადგილი, შეიძლება ოჯახი ხართ, წყვილი ხართ და რამდენად სამართლიანი იქნება თქვენს თავებს ეკითხებით, ან შიში გაქვთ, ხო? არა, ნუ გეშინიათ, დატოვეთ ადვილად, იმიტომ რომ სხვა სახლს შეიძენთ, სხვა სახლს ან უკვე შეიძინეთ და უნდა ჩამოხვიდეთ და კიდე რაღაცა კითხვის ნიშნები გაქვთ, ხო? სამართლიანი იქნება აი ეს ყველაფერი ახლა ამ აგვისტომდე მოგვარდება აი ეს ყველაფერი. აი ეს კითხვის ნიშნები გაიფანტება, ძალიან კარგი. ჰოი საოცრება, ღმერთო ჩემო, გოგოებო, ბიჭებო. აი ეს ყველაფერი, ესე იგი ამ ტრანსფორმაციას, განულებას რო გაივლით, ხო? ნუ არ იქნება ადვილი ახლა მათი ანხმლებს წამოვწევ, იმიტომ რომ ეს ნეგატივი როგორც წამალი ისია, რომ აი ეს განულდეს, მიხვდით ხო? აი ამას თვითონ მიჩვენებს როგორ უნდა მოვიქცემ სულელობას. წამოვწევ, რომ ეს უკვე აქ როგორც აი მკურნალობა ისე მოხდება თქვენი შინაგანი მე ადამიანი მიხვდით ხო მეორე მესი გოგოებშიც და ბიჭებშიც. ესე იგი აქ მოდის კიდე რა მოწყვიტავთ ვისაც ბავშვი ან ორსულად ხართ, კარგი მდგომარეობა გექნებათ და კიდე გელოდებათ, ესე იგი კიდე აი მრავალშვილიანობას მეუბნებიან, ვინც ელოდებოდით და ასე მეუბნებიან აყვანილია ბავშვი, უკვე თქვენ იქნებით მერე ორსულობა გელოდებათ და კიდე ვიტყვი რომ შეიძლება შვილიშვილები და ასე შემდეგ. აი ეს სიტუაცია ვისაც გაქვთ გოგოებისგანაც კი აქ აუცილებლად მოწყვიტავთ ნაყოფს, მაგრამ რა არის იცით, აი რასაც დიდი ხანი ელოდით გოგოებო, ბიჭებო, ხო? იმას მოწყვიტავთ, აქ მოდის სიყვარული, თქვენი ნაყოფი შეერთდება, აი უყურეთ 7-იანი პენტაკლი, ფინანსურიც და მიწიერი იგივე რა არის გამრავლება, ხო? ქვედა ჩაკრები. აი ეს შედგება, აუცილებლად შედგება და ორსულობაც იქნება. მრავალშვილიანობა იქნება, ჰოი საოცრება, ძალიან გამეხარდა ამ სიყვარულსაც აქ ამოვწევ და საერთოდ აი ამ სიყვარულს მე ეხლა აი აქ კრისტალს ბუდიშს მოვხდი და აი აქ დავდებ. ეს იგივე მაგიაა, მე ვინც მიცნობს, იცით ჩემმა გამომწერებმა, ხო? ამ კრისტალს აი აქ დავდებ, ათიან ხმლებს და იმუშავებს ხა ჩემს წინ ხელში. და მე რა არის? გექნებათ სიყვარული, ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი, აი უკვე ხდება აი ამ ზაფხულში რა, შეიძლება ორ კვირაშიც უკვე დაიწყოს მოქმედებებში შევიდეს, მიხვდით ხო? ამ ყურების მერე 3 დღეში უკვე ჰაერში ავა, 3 დღის მერე აი ეს ყველაფერი და იქ გადახედავს სამყარო, გადმოხედავენ ანგელოზები და არხანგელები და აი ამ ყველაფერს სიკეთეს დაგიბრუნებენ. ძალიან სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, ძალიან სწრაფად რო იცოდეთ. და რა იქნება? აქ იქნება ცხრიანი თასები და მაგი. ესე იგი გამოგივათ, ვინც ესე იგი იმუშავეთ ჩემი რიტუალებით, გოგოებო, ბიჭებო, აი ძალიან დიდ შედეგებს ღებულობთ და უკვე ბევრმა მიიღეთ, მაგრამ რას გეუბნებიან, იცი? ძალიან არის ოცნებოთ და ოცნებებში არ დარჩეთ, სიხარულის ოცნებებში, იმიტომ რომ
მაგს არ ძინავს და უნდა გააგრძელოთ ეს რომ მოიყვანეთ ადამიანი ან შერიგდით ან განიკურნეთ ან უკვე მტერი დაამარცხეთ ხო ეს ანუ ილუზიებში არ გადახვიდეთ ამ სიხარულით მიხვდით ხო ანუ არ დაგეძინოთ იმიტომ რომ მტერს არ ძინავს და გააქტიურდეთ უნდა გააქტიურდეთ და ისევ უნდა რაც მიაღწიეთ იმაზე მეც მიაღწევთ მაგრამ თქვენ ხელშია ყველაფერი ისევ მიხვდით ხო ინგრედიენტები წინ დაგიდოთ სამყარომ და უნდა ისევ იმუშაოთ არ უნდა გაჩერდეთ დაცვები უნდა დაიყენოთ მიხვდით ხო დაცვები უნდა დაიყენოთ აუცილებლად აი ამ მაქს აი აქ დავდებ იმიტომ რომ ესია საჭირო ოხოხო აქ ისეთი მე აქ ახლა ვინც მოვიწვია ეს ხო პატარა რიტუალია ჩემი ისეთი ენერგეტიკები მოდის ჩემო მეგობრებო რომ რა ვიცი მეუბნებიან ესეც დადეო აჰა უსწრაფესი აი ესე დაუდებ უსწრაფესად რომ მოხდეს ყველაფერი უსწრაფესად კარგით აბა ეხა კიდევ კითხოთ ესეთი რაღაცა ურთიერთობებში უნდა მეკითხა მაგრამ უკვე გააქვთ აი აქ სიყვარული მაგრამ მაინც ვნახოთ აბა რა ხელის შემშლელი ფაქტორები წავა აი უყურეთ აი ესე კითხვა მომაწოდეს ჩემს გამომწერებში მხოლოდ გოგოებზე და ბიჭებზე ურთიერთობაში სიყვარულში რა ხელის შემშლელი ფაქტორები წავა აი რა განულდება რა ხელის შემშლელი ფაქტორები წავა ნუ ტუზით ასები დამთავრდება აი ხო თქვი გარდასახვა გარდაქმნა მოხდება ძველი კარებები დაიხურება და ახალი შეიღება ღმერთო ჩემო ვერხოვნაია ჟრიცა ესე იგი აქ ბევრი შეიძლება მიყურებს ვისაც აქ გაქვთ მოწოდება ქვებთან გაქვთ საქმე ტაროსთან გაქვთ საქმე ეზოთერიკასთან გაქვთ საქმე ან უბრალოდ ხელოვნებასთან გაქვთ საქმე მიხვდით ხო ფინანსებში გაქვთ საქმე ან ისეთ ნიჭი გაქვთ რომ რაც ბევრს არ აქვს რომ აი ფულის გამომუშავება, ფულის კეთება ბრჭყალებში, აი ესეთი სიტუაცია ამოდის ხო, მიხვდით ხო? აუცილებლად იქნება გოგოებო, ბიჭებო, ახალი დაწყებები, ახალი სიყვარული, ახალი გზები, თან ისეთი კარგი თბილი და კარგი სიტუაციები გექნებათ, ოღონდ გეუბნებათ რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, აი ეს ყველაფერი და ეს ჯეკპოტია გოგოებო, ბიჭებო, ჯეკპოტია მოკლედ რა, გამარჯვება გაქვთ, მაგრამ უყურეთ, რაც იმუშავეთ კიდე აი 9-იან თასებთან დაგიდებთ, აი ამ 8-იან პენტაკლს, იმიტომ რომ ძალიან შესაბამება ამ საკითხში. ესე იგი არ დარჩეთ, მიხვდით ხო, ამ კარგ ილუზიებში, ანუ ეს ჰარმონია არ გადავიდეს იმაში, რა ქვია, ილუზიებში არ წაიყვანოთ, ხო, მუცელში პეპლები და მე აი უცებ სხვანაირად არ მოხდეს, რაღაც არ შეიცვალოს, არა კარგად, ასე ვთქვათ, უნდა იმუშაოთ ისევ აუცილებლად და რაც იმუშავეთ, კი მიდიხართ, ბევრი უკვე გარდაქმნას აკეთებთ და ხდება გარდაქმნა თქვენ შორის ბევრს ეს ძალიან გაუძნელდა, აი აქ 10-იანი ხმლებია, მაგრამ გეხმარებათ სამყარო, გეხმარებათ, ხედავ თქვენ, უსწრაფესად და აი ამასაც ამოვწევ გოგოებო, ბიჭებო, ერთი წუთით. ბოდიში ფისუნია, უნდა ჩაქციო. ოპ, ნამდვილად აჰა ჩემმა გოგონამ თქვა, რომ მეც აქავარო არ დამივიწყოთო, არ გივიწყებთ. ესეც მკურნალია, ეს ფერია არის ლავანდების ფერია. მოკლედ, გარდასახვა მოხდა, აი ამ ყველაფერში, ამ ტუზებსაც ამოვწევ, ესე იგი ახალი დაწყებები, ახალი ყველაფერი ახალი, გამოჯამრთელება, შერიგებები, რიტუალების დაგვირგვინება, მაგრამ კიდე უნდა იბრძოლოთ, ესე იგი ეს ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ უკვე ეს ბრძოლა შეგიმსუბუქდებათ, მიხვდით ხო თქვენ, ვისაც ესე იგი რამეზე ხართ დამოკიდებული, ხო, აუცილებლად იქნება ეს გარდასახვა, ეს განკურნება აუცილებლად იქნება. უკვე 3 ტუზი ამოვიდა, უყურეთ, უკვე 1, 2, 3 ტუზი დაფიქსირდა და ვერხოვნაია ჟრიცა, უყურეთ, რაღაცას თუ სწავლობთ, აუცილებლად წინ წახვალთ, ან მოგინდებათ რაღაცა ახლის სწავლა მოგინდებათ, ღმერთო ჩემო, რა
კარგია, ესე დავდებ, უყურეთ რეები ხდება, რეები. აი აქ ისეთი მოდის ჩემთან ახლა აი როგორ გითხრათ ენერგიები, რომ აი ძლივს ვზივარ სიხარულისგან, აი კარგი დადებითი ენერგიები მომდის ძალიან გოგოებო, ბიჭებო, ძალიან მოხარული ვარ, აი უძალიანესად. მადლობა სამყაროს, მადლობა ანგელოზებს. კარგით, გავაგრძელოთ. ჯანმრთელობა მაინტერესებს ახლა, აბა ჩემი გამომწერების ჯანმრთელობა, აი ამ მაგიური დარტყმებისგან, შეძენილი და თანდაყოლილი და არაშეძენილი და ისე უბრალოდ რაღაცა ავადმყოფობა რო შეგიწრება ადამიანს, აი აქედან გამომდინარე მაინტერესებს ჯანმრთელობა, აბა როგორ მოგვარდება ამ ზაფხულს, აბა რა ხდება, როგორ ხდება. უკვე დედოფალი კვერთხებიდან დაიწყო, რა თქმა უნდა, უკვე ჯანმრთელად იქნებით, აქ მკერდზე აქ ვიღაცას პრობლემა, ნუ გეშინიათ, ნუ ეს იყო ხელოვნურად ჩადებული, რაღაცა ესე იგი ბალახეული წამალი შეიძლება მაგია გიშველით, იცით? მაგია, იმიტომ რომ მე ხო რიტუალებში ბალახებსაც ვიყენებ, ხო? აი ყელის ჩაკრაც, რაც ესე იგი ვერ ლაპარაკობდით და ან ხშირად ბავშვობიდან ყელის ან მალე გიცივდებოდათ, ან ჩახლენწილი ხმა გიხდებოდათ, შეიძლება ხმა გეცვლებოდათ და უიმე ეს ჩემი არ არის. ეს იყო პაცილენიებს რო ვეძახი, პაცილენცი, ჩასახლებული სუშნასწები. აი ეს ყველაფერი გამოდის და ვინც ესე იგი იწექით დიდი ხანი, ხო? აი ეს ზურგით ტკიოდათ ამ წოლისგან, ან ჯდომისგან, ხო? აი დგებით მიხვდით, ხო? ძალა კი, აი უყურეთ ვარსკვლავები ძალა გემატებათ, ოი ღმერთო ჩემო, გამოჯანმრთელება თქვენზე კრადნიკები იყო დადებული წინ სვლა, ესე იგი როგორ გითხრათ, მთლიანი ხერხემლის გასწორება, მიხვდით ხო? გასწორება, ქვედა ჩაკრებიც ნახეთ, ქვედა ჩაკრებიც ჩაგეწმინდათ, ზემოთ ჩაკრებიც გაგეწმინდათ. ეს თმა რა არის, სიბრძნე, სიძლიერე, ძალა ჩვენი წინაპრების, ხო? ესე იგი შეისმინეს ზემოდანაც და ქვემოდანაც, აი ყველა ჩაკრა და გამოჯანმრთელება გაწმენდა მიმდინარეობს, მაგრამ არ შეწყვიტოთ, აი გეუნებათ არ შეწყვიტოთ, თვითონ სამყარო გელაპარაკებათ, ხალხნო, ბედის ბორბალი, ეს კი წინ მიდის ახლა, მაგრამ არ შეწყვიტოთ მკურნალობა, არ შეწყვიტოთ ეს რიტუალები, იმიტომ რომ უკან არ დაბრუნდეს, ტერმა არ გაჯობოთ, უკან არ გაიხაროს რაღაცა სიტყვა მათქმევინა. ამინ. უკაცრავად, მაგრამ ესეთი თუ მათქმევინები ხოლმე. ხო და ვიღაცა წყევლით ეთყობა არ გაიხაროსო, თორე ტყუილა არ ვიტყვი მე არაფერს. და აი ყველაფერი მიდის წინ, ღმერთო, ნახეთ, გამოჯანმრთელებაზე ვიკითხე და აქ ისე გამოჯანმრთელდებით, რომ შეიძლება არაპირებდით და თვითმფრინავის ბილეთი აიღოთ და აი უბრალოდ დასასვენებლად ჩახვიდეთ. ყველანაირი გზები გეხსნებათ, ვისაც ჩაკეტილი ქონდათ აი ეს მაგიური დარტყმებისგან ბლოკები ფეხებზე, ქვედა ჩაკრებზე, ფინანსებზე, ბედი გეხსნებათ ხალხნო, შეიძლება უცხოელიც იყოს, არ გამოვრიცხა, უცხოეთიდანაც იყოს. ვაიმე, მე აქ ავდგები და თვითონ ტაროს დაგიტოვებთ და ილაპარაკოს თვითონ. ნახეთ ხალხნო, რეები ხდება, მსოფლიოს მასშტაბით უყურეთ, აი უცხოეთზე ვილაპარაკე და მსოფლიოს მასშტაბით. აქ რაღაცა ჩაიბნელა, ხო თქვი, აქ მე ძალებს არ სიამოვნებთ, ეხლა მე რო აქ რაღაცა კარგ რაღაცებს ვიძახი, ბნელ ძალებს. აი, ყველაფერი კარგი გექნებათ, ხალხნო, ყველაფერს მიაღწევთ ამ ზაფხულში და ზაფხულიდან დაიწყება თქვენი აღმავლობა, გოგოებო, ბიჭებო, თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების, თქვენი აი ყველაფერი იქნება აბსოლუტურად, რაც გინდათ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ და რაც უნდა გააკეთოთ, ვისაც შვილები ყავთ სანახავი, ადვილად გახვალთ, მიხვდით ხო? ან ვიზას მოგცემენ, ან რაღაცა საბუთებს, ყველანაირი მოგვარება, უცხო ქვეყანაში თუ გაქვთ ხელის მოწერილი და ნერვიულობდით და ჯანმრთელობა დაგიზიანათ, ხო? მენტალი გადმოვარდა დავტოვებ, მენტალი აჰა ოჯახზე, თქვენ შვილებზე, ნახავთ, წახვალთ და ნახავთ, ან ჩამოვა შვილი, მიხვდით ხო, შვილები
მეუბნებია ჩახვალთან ჩამოვა შერიგება მტრის ჯინაზე აი ეს ყველაფერი მოხდება თქვენს თვალწინ მეგობრებო ყველაფერი მოხდება თქვენს თვალწინ კარგი აბა ეხლა კითხვის გარეშე დავდებ ესე მეუბნებიან თვითონ პატოკი ანუ რომ ინფორმაცია უნდა რაღაცა მითხრას აბა რა ხდება კითხვის გარეშე აჰა ხედავთ აქ ამოდის გოგოებო ბიჭებო ვიღაცა მამაკაც ან მამაკაცმა დაკარგა ბიჭებო ჯერ თქვენზე ვიტყვი მეფეთასები ესე იგი ბალანსი დაგაკარგინათ ურთიერთობაში აი ამ პრინცესათასებთან წყვილებში ჩაერივნენ აქ დიდი ბლოკები დაიდო დიდი ბლოკები და კარგად მუშაობდნენ თქვენზე თქვენი წყვილი აქ ნახევარზე მეტი დაშორებულია და აქ სამართლიანად ზემოდან აი იმიტომ კითხვის გარეშე ამომაყრევინეს მე რასაც მეუნებიან იმას ვაკეთებ ხოლმე ხო ვიცი რას ვისმენ ხო უყურეთ აქ სამართლიანად ზეცა დაუპირისპირდა ადგა თქვენს ურთიერთობებში შეიძლება წარსულში ჩაერია უკვე და თქვენ აღარც ხართ ერთად ესეც მეუნებიან მაგრამ დიდი ბუმერანგები უბრუნდება თვით ბლოკები თვით განადგურება დაცვები აღარ აქვს ეს რაც თვითონ ესე იგი თქვენსკენ გამოუშვა მტერმა შხამი თქვენს ურთიერთობაში იმ შხამით დაიხრჩობაო მეუბნებიან თან კალესნიცას დაბლა დაჯდა ბედის ბორბალის დაბლა დაჯდა აქ ნამდვილად იყო და გამოსწორდება სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება აჰა რახან ესე წავიდა საქმე მოდი ვიკითხოთ რა ბუმერანგი მიუვა აი ამ სიტუაციაში ვინც ჩაერია არა აქვს მნიშვნელობა რომ პარა ხო მიდიოდა თქვენზე ჭორები, მიდიოდა ძალიან თითქმის ყოველდღე მუშაობა მიდიოდა, კი, აი ურთიერთობების ჩაკეტვა, ფინანსების ჩაკეტვა, გოგოებო თქვენ რო არ შეგხვდეთ ის პიროვნება, რომ ჯიბესავსე იყოს და გულღია და ხელღია და ჟმუტი არ იყოს, ასევე დახმარებები რო ესე იგი შვილიდან, სიძედან, მეუღლედან, მეგობარი პიროვნებიდან, შეყვარებულიდან, რომ ეს ესე იგი მენტალზე მუშაობდნენ, რომ და ჰაერი და წყალი ესე იგი რომ ყველანაირად გარტყავდნენ რომ ჩაკეტილიყავით მიხვდით ხო რომ ჩაკეტილიყავით აი ეს იყო დადებული მაგრამ ვერ მივართვითო უყურეთ ცხრიანი ყვავები და რვიანი ყვავები ერთმანეთის ქვეშ დაჯდა ხუთიანი ხმლები ყვავი მეთქი ყვავი რო ახატია ხმლები და ხუთიანი ხმლები ვაიმე იცით რეები ხდება მაგათ თქვენი მტრის ოჯახში ვინც აი თქვენს ურთიერთობაში თუნდაც წარსულიდან მე არ ვიძახი გუშინ და დღეს ნუ 2 წლის წინ მაგრამ შეიძლება 10 წლის წინაც აი ეხლა მოძდით ეს ბუმერანგი იცით რატო რო თქვენ უკვე დაიწყეთ რიტუალებიდან გამოსწორება თქვენი ცხოვრების და რა თქმა უნდა ეს რო დაიძრა ეშმაკი კუც მოიქნევს ხო ეშმაკს რომ მიყიდიან სულს ისევ ეშმაკი მოსთხოვს ხო რა თქმა უნდა და იმათ ბევრმა კარგად იცის რა მოძდით და მე წმენდებზე ზიან მაგრამ უკვე აღარ შველით აი ეს ყველაფერი ავადმყოფობა ჭლექი კიბო აი ესე მეუნებიან მე არ ვიგონებ ყველას მიუბრუნდება ბავშვებზე ბავშვს მეუნებიან ნუ ფინანსები უკვე გადაკეტილი აქვთ და იცით რა გაითამაშეს ასე თამაშით თქვენმა მტრებმა რომ ესე იგი უკვე თავიანთი წინაპრებისგან იყო გაფრთხილება გაჩერდი გეყოფა საკმარისია ესე იგი ნუ გვარცხვენ ჩვენ აქ მიხვდით ხო დაბლოკა თავიანთმა წინაპრებმა ხაზმა წინაპრების ხაზმა რადავოი კანალ რა მაგ ხაზმა დაბლოკა და დარჩა ეხლა ეშმაკის ანაბარა და ეშმაკსაც აღარ უნდა და შეიძლება აქ უკვე აღარ არის ვიღაცა აქ ცოცხალი ესეც არის მაგრამ იქ მაინც ესე იგი ქვესკნელში მაინც აგებინებენ პასუხს ესე არ არის მიხვდით იქ სული ხო იქ არის არა ნამდვილად ესე იქნება ასე რომ დაწყნარდით ჩემო გოგოებო ბიჭებო ნახეთ რამხელა ბუმერანგი მიუვიდათ კარგით ეხლა მე ვიკითხავ კონკრეტულად სამსახურთან დაკავშირებით, აბა რა ცვლილებები იქნება აი ამ ზაფხულს, აი ამ განულების შემდეგ, აი ამ ტრანსფორმაცია ვინც გაიარა ჩემმა გოგოებმა და ბიჭებმა.
ნუ იცით რა არის, ბევრმა თქვენი საკუთარი თავი იპოვეთ, კი, მოგდით ახალი ამბები, დიდი დახმარება გაქვთ ზემოდან, პრინცი გინდათ მოგივათ, ბიჭებო თქვენც სიყვარული მოგდით და რა არის იცით, გამჭრიახობა მოგემატებათ, აი ეს ერთოთი ხმა იყო, შესაძლებლობები გაფართოვდება სამსახურეობრივ, ესე იგი ფინანსებში და მოგაწვდიან, ესე იგი სამყარო და ხალხი გამოჩნდება, რომ ესე იგი თქვენი წინაპარიც დამივარდა ჩქარობს, ეს თქვენი წინაპრული ხაზიც არის ჩათვალეთ, რომ გეხმარებიან, გეუბნებიან, რომ ჩვენ ყველაფერს ვხედავთ აქ და არ ინერვიულო, ჩვენ შენს გვერდით ვართ, გიცავთ აქედან კარიერული წინსვლა, ანუ რაშირონე გაფართოებული გზები გაიხსნა, უკვე იწყება და ბევრი შემოთავაზებები გელოდებათ, რომ იცოდეთ, აჰა 6-იანი პენტაკლი და 3-იანი პენტაკლი გენაცვალე ერთადაც, აჰა, კი, ნამდვილად იქნება, მამაკაცებო, ახალი გზები, შეიძლება გზაზეც მოგიხდეთ, გზაზეც, აი ესე მანქანას მეუბნებიან, ვინც ესე იგი აჩელნიკი იყო და ანუ განმარტოვდებით ბევრი იცით, აი შეიძლება ესეთი ინტერნეტით გქონდეთ საქმე, ან ვინც ესე აგვარებთ, ხო, აუცილებლად იქნება, მაგრამ აქ მე წინაპრული ხაზი დამიჯდა, ესე იგი წინაპრები იმდენად თქვენს გვერდზე არიან უკვე და გვერდში გიდგანან, რომ დედის და მამის ხაზი დადგა უკვე ერთად ხალხნო, მე გეუნებით ერთი 6 თაობით წინ ამას გელაპარაკებით, გამოდიხართ სიტუაციიდან, გამოდიხართ, აბა მაინც კიდე დავაზუსტოთ ეს სამსახური რა თქმა უნდა, აჰა, გამოდიხართ ორიანი კვერთხები, ესე იგი მიღება, მოლაპარაკება, თქვენი ფორტუნა თქვენი ის რა ქვია, შეცვლა არის, ბედის შეცვლა არის რადიკალურად, რა თქმა უნდა, გოგოებო, თქვენც გექნებათ ეს დაფინანსება გექნებათ და სამსახური, რა თქმა უნდა, აბა რა არის ეს? კი და ძალიან ესე იგი რაზეც ნერვიულობთ და თქვენს თავში უყურეთ ემოციურად, ესე იგი ძალიან ნერვიულობთ, ასე ვთქვათ, იქედან გამოდიხართ, ნუ იბლოკავთ თავს, ამას გეუბნებიან, ცვლილება გექნებათ ყველაფერში, იმიტომ რომ ეს განულება უნდა მომხდარიყო და ბევრი შეიცვლით სამსახურს, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ კი ზუსტად ან არ გინდოდეთ და ამან დისკომფორტი შეგიქმნათ, ბევრი გამოგიშვეს სამსახურიდან, მაგრამ აქ ამბობენ, რომ იმისთვის გამოგიშვეს მანდედან, რომ უფრო კარგი გელოდებათ, იცოდეთ, უფრო კარგი. და ბოლოს კიდე დავამთავროთ ამით, რას მოიტანს ეს ზაფხული, ფორტუნასაც ავწევ. ეს დამოკიდებულება, ტოქსიკური პიროვნებები, გაიცხრილება, ვინც გეჯიბრებათ, ბუმერანგები წაუვიდა და საქმეები ჩამოეკიდებათ, აქ დაძმა ვიღაცა ოჯახი გებრძოდათ, ან დაძმა ერთმანეთს ებრძოდით, აქ ურთიერთობებშიც, სასიყვარულო და ინტიმურ ურთიერთობებშიც ვიღაცა გიყენებდათ, ნამდვილად ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ გიყენებდათ, გოგოებო, ბიჭებო, გადაათამაშეთ თქვენს თავზე, თქვენ ემოციალი დაცინვა, აი კონტროლი, ესეთი სიტუაცია და დღემდე არ გეშვებათ თითქოს, მაგრამ ჰოი საოცრება, აბა ამათ მიუვათ ბუმერანგები თუ მიუვათ, რა თქმა უნდა, ეს ყვავი და ეს ვიღაცა ცივი ქალი, ესე იგი, ან თქვენ გაცივდით, აი და გაცივდებით ამ ურთიერთობებიდან და გამოდიხართ ამ ცუდი ურთიერთობებიდან და მეოთხე ტუსაც დავდებ, ტუზი ჟეზლავ კვერთხები, გამოდიხართ ამ ცუდი ურთიერთობებიდან, ეს წყევლა მაწყევრისა მიუბრუნდეს და რა თქმა უნდა, ახალი ემოციებში შედიხართ, ეს იმედგაცრუებები, ეს ლოდინი, უაზრო ლოდინი, ხო? ან ხო სიტყვის, ან არასდროს, ან მოიფიქრებს და ან არ მოიფიქრებს ურთიერთობას, აი ეს ყველაფერი გაიცხრილება და სისასრულეში მივა თქვენი აი ეს ლოდინი, რა
თქმა უნდა, კარგ სისასრულეში და იცით რას გეტყვით? თვითონ დაბალი ძალებიც დაგიდგებიან გვერდზე, იმიტომ რომ მე რიტუალებში ვიყენებ ამ ძალებს, მაგრამ ზომიერად ეს ჩვენ თეთრ პრაქტიკოსებს, მაგებს, მაგიის კანონი გვაძლევს უფლებას, მიხვდით, არ უნდა დაირღვეს აქ. აი ეს გამოწევა, ვინც წაგართვათ ხო, თქვენი პარტნიორი, გოგოებო, ბიჭებო, ის წევლებში რო იყო და ასე შემდეგ, ეს თვითონ მიუბრუნდება უკან. კარგით, მე ახლა ამ ეშმაკსაც ამოვწევ და აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ. აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ. ამათმა უკვე იმუშავეს, აი აქ დავდებ. აი ეს ესე იყოს, აი ამებს უყურეთ. 3 ძირითადი ტარო. აი ეს უყურეთ ახლა ამას. აი აქ რაც ამოვიდა, რაც მივთქვი ნინიამ სამყაროს დახმარებით, უფლის დახმარებით, აი აქ ყველაფერი ჩემ გამომწერებს, მხოლოდ ჩემს გამომწერებს და სხვას არა. აი აქ ყველაფერი ცუდი წავა, ბუმერანგს ვუშვებ, რაც ამოვიდა, განკურნებას შემოვუშვებ თქვენს ენერგიებში, აი ხა მოდის ჩემი ენერგიები თქვენთან უკვე იგრძნობთ. აი აქ როგორც კი გამორთავთ, ვისაც უნდა რომ ესე იგი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ახალი მამაკაცი და მანდილოსანი შემოვა, ვისაც ფინანსები გინდათ იქნება და ვისაც შერიგება გინდათ, 100%-იანად აი ამ გაშლის მერე, პატარა რიტუალის მერე შეგირიგდებათ, დაგირეკავთ და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო. აი ეს ბუმერანგი, ვინც ხმლით მოვიდა, ხმლითვე ვუშვებ. მე როგორც აქ ვთქვი, ისეც და ასეც იქნება და იყოს ასე. ამინ, ამინ, ამინ. ეხლა დამელოდეთ, რომ ავკრიფო ეს ყველაფერი და ამინი ვთქვათ თქვენთან ერთად. ეს იგივე ამინს ნიშნავს. 2 წამი უნდა. მოიწონეთ არხი, ლინკი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ვისაც თვლით, რომ ნამდვილად მეგობრები არიან, ვისაც დახმარება უნდა, გელოდებით ისევ პირად დიაგნოსტიკებზე, გაშლებზე, ყავაზე, ჩაწერებზე და ასე შემდეგ, მეგობრებო. აი ასე გაგაცილებთ ლამაზად და ლამაზ ზაფხულს გისურვებთ. მე ჩემ თავს თქვენთან ერთად მომავალ შეხვედრამდე.